დღეს ვისაუბროთ დიაბეტის დაავადების შესაძლო თანხლებ რისკებზე და სხვადასხვა პრევენციულ საშუალებებზე. რუბრიკას წარმოგიდგენთ მიოლერი. დიაბეტის განვითარებას ზოგჯერ წინ უსწრებს პრედიაბეტის მდგომარეობა, რომელიც ინსულინ რეზისტენტობით ხასიათდება. ეს პრობლემა ძირითადად ვლინდება ფიზიკური აქტივობის სიმცირის, კვების რაციონის და რეჟიმის არასწორად დაგეგმვის დროს, მეტაბოლური დარღვევის ან გენეტიკური განწყობის საფუძველზე. ამ ეტაპზე აუცილებელია რაციონი ცილით მდიდარი საკვებით გავამდიდროთ, უნდა შევწყვიტოთ თეთრი შაქრის მიღება და ტკბილეული ხილით უნდა ჩავანაცვლოთ. სასარგებლოა რძის ნაწარმი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უჯრედისი. მეორე ტიპის დიაბეტის დროს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია გულის დაავადებების განვითარების პრევენციისთვის, მხედველობის, კერძოდ ფერების აღქმის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის, რასაც ის EPA ცხიმოვანი მჟავის ხარჯზე ახერხებს, რომელიც თვალის ბადურა გარსის საშენი მასალაა. ამ ნივთიერებების რეგულარულად გამოყენება უზრუნველყოფს გულის გენეტიკური დაავადებების გამოვლენის პრევენციასაც. ეს ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ბავშვთა ასაკშიც, გენეტიკური დიაბეტი დაავადების შემთხვევაში, ასევე არასწორი, არადაბალანსებული კვების დროს ამ ნივთიერებებს ორგანიზმი მეორად ენერგიის წყაროდ იყენებს და იცავს ორგანიზმს სტრესისა და გამოფიტვისგან. მთავარია ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ სწორად ხარისხიანი და ბუნებრივი პროდუქტი, მაგალითად ისეთი როგორცაც ნორვეგიული მიოლერის უკვე 170 წლის წარმოება გვთავაზობს. გამორჩეული პროდუქტია მიოლერის თხევადი ომეგა-3, რომელიც არის ვირთევზას ღვიძლის ზეთი, ბუნებრივად შეიცავს D და A ვიტამინებსაც და მისი აქტიური ნივთიერებების შემცველობა მართლაც შეუდარებელია. მიოლერი ომეგა-3-ის ნომერ პირველი ნორვეგიული მწარმოებელია. მიოლერის პროდუქტები მიიღება 1 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე. აირჩიე საუკეთესო, აირჩიე მიოლერი შენი ოჯახისთვის. რუბრიკას წარმოგიდგენთ მიოლერი.